დღევანდელი თამაში არ იყო მარტო საქართველოსთვის, იყო ჩემი აზრით კაშოსთვის. ქართლში ვართ რა ერთ სიტყვით კაშოს მე ძალიან ქართლში ვართ დამიჯერეთ მერწმუნეთ. თქვენ არ იცით აი ავტობუსში ამდენი ვიტირე თამაში რომ მოდიოდით ვერ მაჩერებთ. 17 წელი საქართველოს ნაკრების მაისური 128 მატჩი უამრავი დაუვიწყარი მომენტი და კაპიტანი, რომელმაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში საკუთარი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა. დღეს საქართველოს რუმინეთის მატჩს გადავიღებთ, სადაც საქართველოს ნაკრებს დატოვებს გურამ კაშია. ნომერი 4, number 4, გუნდის კაპიტანი გურამ ხვიჩა. ჩაკვეტაძემ მოითხოვა შეცვლა. კარგი შეტევა იყო და სავარაუდოდ მოხდა ფეხში, იმედია არ იქნება სერიოზული ტრაუმა და კიდევ არ მოუწევს ჩაკვეს თამაშების გამოტოვება. მეორე ტაიმის დაწყებისთანავე გავიტანეთ ერთი გოლი. მეკარის სუხეში შეცდომა იყო და ქვილითაიამ გაიტანა გოლი. გიორგი ქვილითაია ნომერი 14. ძალიან მალე გაგვიტანა რუმინეთმა ერთი გოლი. ანგარიში 1-1-ია. დასრულდა მატჩი საქართველოსა და რუმინეთს შორის ანგარიშით 1-1. გურამ კაშიას გამოსამშვიდობებელი მატჩი სამწუხაროდ ვერ მოვიგეთ, მაგრამ მაინც ძალიან ემოციური მატჩი გამოვიდა. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ვიმედოვნებ გურამ კაშია მხოლოდ სანაკრებო კარიერას დაასრულებს, რადგან დღესაც ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჰქონდა კვლავ გურამს და თუ ქართულ კლუბებს გამოადგება მაგალითად ევროტურნირებზე ძალიან კარგი იქნება. თან გამომდინარე რთულია, კაშის რო უყურებდი გასახდელში რა ემოციებითაც იყო რთულია, სევდა არ იცნო, როდესაც ესეთი კაპიტანი გტოვებს.
მაგრამ ყველაფერს აქვს ალბათ დასასრული და მინდა რომ წარმატებები უსურვო მას ახალ ეტაპს ცხოვრების. გასახდელში უკვე სიმართლე გითხრათ, სიჩუმე იყო იქიდან გამომდინარე, რომ ემოციებისგან ვიყავით ყველა დაცლილი, არა მარტო თამაშიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, კაშო როქტორის მაქიდან გამომდინარე, კაშოც ძალიან სევდიანად იყო და ბიჭებიც ანალოგიურად ვეცადეთ, რომ მაქსიმალურად კარგად გაგვეცილებია კაშო და მართლა მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს ძალიან დიდი, იმიტომ რომ ეს იყო ის გაცილება, რაც კაშომ დაიმსახურა და მადლობა მათ ესეთი პერფორმანსს დავუქვენ, იმიტომ რომ ძალიან კარგი იყო ყველაფერი. ახალი კაპიტანი კვარა იქნება, ძალიან მაგარი პიროვნება, ფეხბურთელი ყველა მიცით როგორიც არის. კარგ ხელში ვართ რა ერთ სიტყვით, კაშოს მე ძალიან კარგ ხელში ვართ, დამიჯერეთ, მერწმუნეთ, იმიტომ რომ კვარა არის სასწავლებელი ჩემთვის. თქმა უნდა, თულია, იმიტომ რომ მინდოდა და გვინდოდა რომ კაშო გამარჯვებით გავეცილებინა, მაგრამ ჩვენი მესიჯი რაც იყო, რომ ეს დღევანდელი თამაში არ იყო მარტო საქართველოსთვის, იყო ჩემი აზრით კაშოსთვის, იმიტომ რომ მან ის ასოდეს თამაში რაც ჩაატარა საქართველოში, იყო ჩვენთვის მაგალითი 18-19 წელს სამბეზე თამაში და ესეთი პროფესიონალიზმი ჩვენთვის მისაბაძი მაგალითი. რა თქმა უნდა, არა მხოლოდ მოედანზე, მოედინის გარეთ ის ყოველდღიურობა რაც კაშოს აქვს ჩვენთან, როგორც თვითონ იტყვის, რომ GK მენტალიტი ჩვენზე გადმოვიდა და არა მარტო ჩვენზე, ჩვენ თანაგუნდელებზეც და ჩვენთვის სამაგალითო ფეხბურთელი, რომელმაც თავის ცხოვრება მიუწოდა ამ სპორტს და დარწმუნებული ვარ, ამ კარიერის დამთავრების შემდეგ დაიწყება შემდეგი კარიერა, რომელსაც იგივე მენტალიტეტით გააგრძელებს, ესე ვთქვა და ძალიან გაგვახარებს და დაგვეხმარება თითოეულ ჩვენთანაც გავხდეთ როგორც უკეთესი ადამიანები, ასევე უკეთესი ფეხბურთელები. ახალი კაპიტანი ალბათ ყველაფერი ნათქვამია, 2 ჩემპიონთა ლიგა და ამ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ჩამოდის ჩვენთან და ჩვენთან ერთად და ეს იმაზე გულისხმობს თუ თითოეულ ჩვენთანაც როგორ გვიხარია ერთად ყოფნა და ესეთი განსაკუთრებული ამბავი რაც საქართველოში მოხდა არ არის ადვილი, იმიტომ რომ ყოველი ჩვენგანი რომელიც ძილის მარტო რჩებით და ვფიქრობთ ჩვენი ოცნება და კვარამ ეს ოცნება აისრულა და აგვისრულა და დარწმუნებული ვარ რომ არა მარტო კვარა კიდე მერთის ყავობით იქნებიან ფეხბურთელები რომლებიც ან ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ ამ ტიტულს აეუფლებიან, მაგრამ ვიმედოვნებ რომ კვარა შემდეგ წელს მესამესაც აიღებს. პირველ რიგში დავიწყეთ ისევ მადლობით თქვენ ყველა ის ადამიანი ყველა ვინც ერთხელ მაინც გულშემატკივრობდა მე ჩვენ გულს ძალიან მაგარი და საინტერესო თავგადასავალი იყო ჩემი კარიერა, ამიტომ მადლობა ყველას თქვენ თითოეულ გულშემატკივარს და გულს მინდა უსრულო წარმატება. თქვენ არიცით აი ავტობუსში ამდენი ვიტირე თამაში რომ მოდიოდით ვერ მაჩერებდი ემოციებით მართლა დაცლილი ვარ და აი მართლა დასვენება მჭირდება 19 წლის ხდები და აი დედას ვიცავარ არ გამისვენი 1-2 კვირა მჭირდება ყველაფერთან დასვენება და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილება საიწავრია, მაგრამ აუცილებლად ფეხბურთში ვიქნები, იმიტომ რომ ჩემი საყვარელი საქმეა და გარკვეულწილად მესმის ეს საქმე და ამიტომ მინდა რომ ფეხბურთში მე არაფერს არ ვუჩვევ, იმიტომ რომ კვარას არ ჭირდება არანაირი რჩევა, არის მას აქვს ძალიან მაგარი ლიდერული თვისებები, ისიც მეტყველებს რომ 2 დღის წინ ჩემპიონთა ლიგა მოიგო და დღეს გუნდთან ერთად იყო, ეს უკვე უმაგრესი მის განწყობაზე ბევრ ამას იძახის, ამიტომ კვარას იქნება ლიდერი, მას აქვს თავის გზა და გუნდს აი 100% დარწმუნებული ვარ რომ იმ გზით წაიყვანს, როგორც არის საჭირო. კვარაზე ერთი კითხვაც არ არის, ისე რომ მაგარი კაპიტანი იქნება უცებ. შემდეგ მათ საქართველოს ნაკრები 5 ივნისს გამართავს ბაჰრეინთან ისევ მიხეილ მესხის სტადიონზე და იქ უკვე ხვიჩა კვარაცხელია დაემატება გუნდს, როგორც ვილისანიოლმა განაცხადა პრესკონფერენციაზე. თქვენ კი თუ მოგეწონათ ჩვენი ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი და შევხვდებით ისევ 5 ივნისს.